აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მუზეუმი თურქი მხატვრის ემრე აჯარის პერსონალურ გამოფენას ჩრდილები სიბნელეში მასპინძლობს. ახალგაზრდა მხატვარს ნამუშევრებში ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა, ტრამული პროცესები აქვს ასახული, თუ რას განიცდის ადამიანი ოჯახში ძალადობის, უბედური შემთხვევების, სიკვდილის სერიოზული დაავადებების შედეგად. მხატვარი ქმნის ემოციურად დატვირთულ პორტრეტულ ფიგურებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები გამოსახულ სახეებს წარსულის ან აწყვოს ნეგატიური კვალი ამჩნევია, მათი ისტორია თითქოს ღია რჩება, რომელშიც მნახველს საშუალება ეძლევა მასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გამოიტანოს. ნამუშევრები მუზეუმში 10 აგვისტომდე დარჩება. ემრე აჯარი დაიბადა 1998 წელს თურქეთის ქალაქ კასტამონუში. 2015 წელს დაამთავრა მხატვარ საიდ ჩიბჯილოღლუს სახელოსნო, 2020 წელს კი ინდოკუს მაისის უნივერსიტეტის ხელოვნების განათლების ფაკულტეტი. ამჟამად ის ამავე უნივერსიტეტში ხელოვნების განათლების მაგისტრატურაზე სწავლობს და სადიპლომო ნაშრომს იცავს. მხატვარი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში და აგრძელებს მუშაობას სტამბოლში საკუთარ სახელოსნოში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ გამოფენაში. აღნიშნული ნამუშევრების სერია 2020 წელს დავიწყე. მომწონს, როდესაც ვქმნი პორტრეტებს, ჩემი მიზანი ადამიანების ემოციის გადმოცემა და თუ ამ გამოფენით შევძელი ადამიანებში ფიქრის აღძვრა, გამოდის, რომ ჩემს მიზანს მივახციე. ფერები, რომელიც გამოყენებული მაქვს, ეს არის ადამიანის ემოციების კონტროლი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოფენები და განსაკუთრებით იმ მხატვრების მასპინძლობა, რომლებიც მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარა თურქეთის სამხატვრო, სტამბოლის სამხატვრო გალერეამ, რომ გვეპოვა ეს მხატვარი და ვფიქრობ, რაც აქ არის წარმოდგენილი, საინტერესო იქნება როგორც ჩვენ თანაქალაქელებისათვის, ასევე ბათუმის სტუმრებისათვის.